23 წლის პაციენტი, რომელსაც საშვილოსნოს ოპერაცია ჩაუტარდა, ექიმებს არასწორი გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს. ამლეთ ჰოსპიტალის ექიმი ნოე ლეჟავა გინეკოლოგიურ კლინიკაში მომხდარ სამედიცინო დანაშაულზე საუბრობს. მისი თქმით, პაციენტს ოპერაცია არარსებული დიაგნოზით გაუკეთდა. კლინიკის დირექტორი კი სამედიცინო დასკვნებს ეყრდნობა და აცხადებს, რომ დროული ჩარევით პაციენტის სიცოცხლე შეუნარჩუნდა. შემთხვევას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო სწავლობს. სამინისტროში რამდენიმე ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის დასმას არ გამორიცხავენ. დაზარალებულმა პაციენტმა ინტერვიუ გაზეთ კვირის პალიტრას მისცა. აი კადრი დავიჭირე. როდესაც შევედით ამარიაშვილთან, იქ დამიწყო ყველაფერი განვიმარტა, როგორც მოხდა, რანაირადაც მოხდა. ჩემი ოჯახის წევრები შევიდნენ და იმათ უთხრა, რომ შეიძლება ეს რაღაცები ხდება, შეიძლება სხვა იყოს დამნაშავე, შეიძლება იყო ამოსაჭრელი, შეიძლება არც იყო ამოსაჭრელი. და შეიძლება მეც ვარ დამნაშავე. აი ის რაც იყო ლაპარაკი, იმ დიაგნოზთან რაც მიახლოებულიც არ იყო ეს ამბები. კერძოდ დაეტოვებია ეს საშვილოსნოდან, ნუ გააგრძელებდა, ნუ დიდ მასშტაბზე, ოპერაციის დიდ მასშტაბზე ნუ გადავიდოდა. აბსოლუტურად იგნორირება ამბები. ნუ აღას ვიზამდებელი. არა პირიქით ჯიუტად გააგრძელა ოპერაცია და ნუ ამოიღო საშვილოსნო. დანაშაულს მე ვერ ვხედავ საერთოდ, როცა ქირურგი მუშაობს და ოპერაციას აკეთებს და გამოცდილი ქირურგი დანაშაულებზე ლაპარაკი. შეცდომა შეიძლება იყოს, კი ბატონო, მაგრამ დანაშაული, რა თქმა უნდა, ეს ცოტა სხვა ცნებაა ქირურგიაში.